გიორგის მამა ბატონი კუკური აბულაძე. გთხოვთ ბატონო კუკური მობრძანდით. მოგესალმებით ბატონო კუკური. გაუგონარი ტრაგედია შეგემთხვათ 22 წლის შვილი დაგეღუპათ, რომელიც აპირებდა იმიგრაციაში წასვლას. როგორ დაიწყო, როგორ მივიდა იქამდე, რომ უნდა წასულიყო უცხოეთში? დიახ. ჩემი შვილი გიორგი აბულაძე, დაბადებული 1991 წლის 28 იანვარს, მსახურობდა, იყო სამართალმცოდნე, პროფესიით იყო სამართალმცოდნე, იურიდიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული. და მსახურობდა სამხედრო პოლიციაში. 2 წელი მსახურა თითქმის სანწარჩინებული იყო იქ. თავდაცვის მინისტრისგან მრავალი ჯილდო ჰქონდა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თავდაცვის მინისტრისგან უშუალოდ პირდაპირ მინიჭებული ჯილდო სამშობლოსათვის თავდადებულის წოდება ჰქონდა. ამავე დროს იყო საქართველოს ერთგზის, ქუთაისის ორგზის და მეორე ადგილზე ორგზის გასული ჩემპიონი იყო ნიჩბოსნობაში. ახლა ურთიერთობის საკითხის კუთხით ძალიან რთულია, რომ აი სამსახურის შემდეგ და ასეთი წარჩინებული ფრიადოსანი კაცი, აი მისი სურათი თვითონ სამსახურში დაფაზეც კი ჰქონდათ გამოკვული. ხო და რა მოხდა იმ ურთიერთობაში? მე ეს ჩემამდე იმას ინფორმაციას არ მოუღწევია. ჩემი აზრით მე ვფიქრობ, რომ იქ ეს ცოტა პირადი ხასიათით იყო, ესე იგი, როგორ იცით, თამამი ბიჭი იყო რაღაცა და უსამართლობას ვერ იტანდა. ვერავისგან აბსოლუტურად უსამართლობას ვერ აიტანდა. და პროტესტის ნიშნად გადაწყვიტა საქართველოს დაეტოვებინა და წასულიყო. დატოვა ეს სამსახური და ერთადერთი მისი წინადადება ხა ჩვენთან რომ რატო დატოვე ასეთი ეს იყო რომ სამართალ საქართველოში ვერ პოულობ. თქვენ იყავით საქმის კურსში რომ მიდიოდა და სად მიდიოდა? მე უნდა წავიდე ყოველთვის ამბობდა, მაგრამ ვიცოდი რომ იტალიაში უნდა წავსვე, მაგრამ ორჯერ შევიდა ერთიდან არ გაუშვეს რა, იქ თავისი მოთხოვნები ჰქონდა რაღაცა. და მერე გადაწყვიტა რომ წასულიყო არა ლეგალური გზით. არა ლეგალური გზით, ხო, რადგან ოფიციალურად ვერ წავიდა ამიტომ. რადგან იტალიაში ასე ოფიციალურად ვერ წავიდა, თურქეთი ახლოსაა, გადავიდა თურქეთში და იქ მუშაობა დაიწყო სასტუმროში. დიახ. სასტუმროს მეპატრონის ახლა დავალებული ჰქონდა, რომ აეროპორტიდან მე სასტუმრობიდან მოეყვანა ესე ტურისტები. იმუშავა ასე დაახლოებით 4 თვე. ხო და მაგრამ მე რა მოხდა იქ არ ვიცი ახლა კარგად მუშაობდა, სუდად მუშაობდა. ანუ თქვენ არ გეკონტაქტებოდათ? არ საქმის კურსში არ იყავით? არ ვიყავი. უკვე რო წავიდა ვсё რა ეს იყო. არც წერდათ, არც რეკავდა. არა, 4 თვე იყო წასული და მე არაფერი და მერე თურქეთიდან გადაწყვიტა წასვლა იტალიაში. მაგრამ ოფიციალურად რო ვერ წავიდა, ახლა ის აეროპორტთან კავშირი ჰქონდა, იმას უშუალო კავშირი. თურქეთის აეროპორტი. ანტალია და უშუალო კავშირი ჰქონდა მას და ახლა ეგ გაიცნო, ცხადია გაიცნო აეროპორტი. და მოელაპარაკა ეთყობა. ხო, მოელაპარაკა ეგ რაღაცა და მე ახლა იქ შესვლის პროცესია ყველაზე გადმოცვიფრებელი. ეს იყო აერობუსი 400 თუ 600 კაციანი. საერთაშორისო მსოფლიოს დედაქალაქებში, ევროპის და თუნდაც აზიის და აფრიკის კებაში ახორციელებდა რეისებს. აი ახლა თქვენ წარმოვიდგინეთ, უბრალო მარშრუტკაში ვერ ჩაჯდება დღეს კაცი რომ ვიღაცამ არ მოგაქცია, აი თუნდაც ღამე იყოს, ვიღაცა მაინც შეხედავს 1000-ის. აი როგორ შევიდა, ბილეთი იმას არ ქონდა. ახლა რაც არ უნდა იყოს, ახლა ფრთებისა და იცით თქვენ, ტურბინისა და იცით, ხო? აი როგორ მოხდა ეს კაცი, გამაგებიეთ, თადას მიცრეპილი ამაზე, ასე უბრალოდ, აი რომ დაღლიხარ ასე და მიჩაგძინებია. აი და იჯდა იქ სადაც ბარგი გადააქვთ. დაახლოებით. იქ ახლა ერთადერთი ამას თვითონ ძალიან ყველაფერში ჭკვიანი ბიჭი იყო, მაგრამ გამოცდილება არ ქონდა ამ თვითონს და იფიქრა, აი ტემპერატურა ვერ გაიმასდა და იქ უკვე -60 გრადუსია ტემპერატურა, ეგ ნებისმიერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, იქ ვინც მუშაობდა ბორტზე, მან არ იცოდა რომ იქ 60 გრადუსი იქნებოდა ყინვა და გაიყინებოდა? აი ემაგია, აი ეს არის, ან შეიპარა, ან მოკლეს და მიაბეს და ერთმანეთს დაელაპარაკენ, რომ ესე იგი
გაჩუმებული იყოს ყველა ანდა თუ კი შევიდა იმას პილოტს მიცა თანხა რაღაც ჩემი აზრით აი ასეთ ვერსიები მაქვს მე ახლა იქ რაც დაიმასნა აბა სხვანაირად აფხელა როგორ შეიძლება მოხვედრა იქ ეს არ გამორიცხული და რომელ ქვეყნებში პირველი რეისი რადგან იმან იტალია გაიგო და იცოდა რომ იტალიაში იყო და არა აქვს მნიშვნელობა თბილისში როცა გინდა ჩამოსვლა თუ გინდა თელი საქართველოს ამერიკას მაებოლოს მაინც თბილისში ხო და პირველი რეისი ეგვიპტეზე აიღო კურსი ეგვიპტედან პარიზში ჩაფრინდა საფრანგეთში იქიდან პრაღაში გადაფრინდა და მე 1-2 რეისი იყო ზუსტად არ ვიცი და საბოლოოდ ნიკოლოს აეროპორტზე დაეშვა იმაში მოსკოვში და ცნობილი არ არის გზის რომელ მონაკვეთშია დაღუპული ის დაღუპულია საათნახევარში საათნახევარში უკვე ეს ამას დასკვნა არ აჭირდება ეს იმიტომ რომ იქ ადამიანი მასივარში რო შეაგდო ადამიანს ის ხო და ამ თვითმფრინავას ამ რეისებს მოიარდა ხალხი ხომ ჩადიოდა ქალაქებში რეისებს ამ იმას არ სინჯავდნენ მათოს მიქონდა თავიანთი ბარგი და საბოლოო წერტის მოსკოვში აკეთებდნენ იმას დათვალიერებას აი როცა უკვე მოიარა ყველაფერი და მოსკოვში დაჯდა ნუ იქ ტექნიკურმა პერსონალმა უკვე შეამოწმა ყველაფერი და როცა ამოვიდა იმაში ამ საბარგულში ყველაფერი შეამოწმენ დარბაზი რამე საიდანღაც სისხლი წვეთავსო სალამ ავიდოდნენ მანამ ვიღაცამ დაინა აგერ რას წვეთობით რაღაცა და ნუ როცა ავიდნენ და რაღაცა ნახეს ეგერ კუთხეში ხამრით მიბმული ახალგაზრდა შაგულემანი ბიჭი თავისით იყო მიბმული თუ აი ეგ უკვე არ ვიცი შეიძლება მე ასე ფიქრობ შეიძლება ვინმე შეუშვა და უთხრა რომ მიიბი ეს თორე თვითნავი როგორ იმას კაჩაოს რა ხო ისეა და ეს უკვე არ ვიცი ძალად მიმული, არ ვიცი თავის ნებით, არ ვიცი ვინმე მასწავლა. ნუ ახლა მე რაც არ ვიცი იმას საიდან იმას, ეს ჩემი ვარაუდებია, რასაც ვლაპარაკობ. და აი მოსკოვში როცა ჩამოვიდა, ნახეს ასე უკვე ადამიანი გარდაცვლილი იყო რაღაცა. მაჩვენეთ. დიახ. აი ქუთაისში კლიპებშიც გადაღებულია რამე ესე. ბატონო, ნუ აი ესეთი ვაშკაცი, ამდენი მედალი და უცბად აი ამ ხელა ტრაგედია გაატყდება თავს. 7 ქვეყანა მოიარა თქვენი შვილის გვამმა. ნუ თუ ვერავინ ვერ იპოვა, ან დაუშვათ თქვენ დაიწყეთ ამ საქმის გამოძიება, მიმართეთ ვინმეს. რა თქმა უნდა, ბატონოგია, მე მიმართე პირველ რიგში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს. ბატონ მაბესელიამ ძირი დახმარება გამეწევნურია დახმარება ხა იმაში გულისხმობ, რაც მას ეკუთვნოდა უშუალოდ ის გააკეთა გადაუგზავნა რესპუბლიკის მთავარ პროკურორს ბატონ ბაგაშვილს და ახლა იმასთან იმყოფება ჩემი ეს განცხადება, მაგრამ უკვე 6 თვე გავიდა და მე არაფერი ის არ მიმიღია, რა ქვია, პასუხი იქედა. ხო და ახლა მე როცა ასეთ სიტუაცია რა უნდა მოვითხოვო? მე ვითხოვ რომ აქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვიღაცამ რაღაცა ამის შესახებ არ იცოდეს. როგორ შეიძლება იმ ანტალიის აეროპორტის სამორიგეო ნაწილმა ხო მაგრამ ექსპერტიზამ რა თქვა იყო ინფორმაცია არ არის ჩატარებული აი საიდან მოვიდა ის 28 დღის მიცვალებული იყო უკვე როცა ჩამოასვენეს იმაში მოსკოვში და იქ იდვა გვამი იდვა და მე ახლა ჩემი მეზობელი იმაში მუშაობდა მოსკოვში თქვენ ბრძანეთ რომ არავინ არ იცის ის არის მოკლული და მერე დაბმული თვითონ გაიყინა ან მოტყუებული საქმე გამოძიებული არა. არა, ბატონო, აი სწორად. და ახსენეთ თქვენ ესეთი რამ, რომ აი დაუშვათ 7-ჯერ გაიყინა და გალყვა. ნუ რამდენი და ქალაქში ჩავიდა, აფრინდებოდა, ისე დაფრინდებოდა აეროპორტში, აფრინდა, ხო გეუნები და 6 სახელმწიფო მე ჩამოვთვალე, მარტო ახლა დანარჩენ სახელმწიფოში სად იყო კიდევ ეს რეისები არ ვიცი. მე დიდ მადლობას ვუხდის საქართველოს საგარეო საქმე და სამინისტროს, იმიტომ რომ შვილის საფლავი მაინც არ დამეკარგეს და ყოველ მეორე დღეს ავდივარ და ვიცი ჩემი შვილის საფლავი სად არა და ხომ შეეძლო ვიღაც არაკაცი გამოჩენილიყო იქ და საერთოდ ეგ ჩაეგდო ან ტომარაში ან ყუჩი ეს გვამი და საერთოდ მდინარეში მოესროლ დამთავრდა რომ არ იციან გაქრა კაცი სახელია და წასულია ოჯახიდან ადამიანი ამას ვერავინ მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით იმისთვის რომ ჩამობძანდით ქუთაისიდან და